გამარჯობათ. კი ბატონო, და მაგ დროს ყოველთვის მე მეძახიან და მე ვპასუხობ ხოლმე და მინდა განმარტება მოგცეთ ობიექტურად გიპასუხოთ ყველაფერზე. პრინციპში მინდა გითხრათ, რომ დავიწყებ ხორბლიდან და დავიწყებ იმით, რომ მსოფლიოში დღეს თელს მსოფლიოში ტენდენცია არის ხორბლის ფასების მატების. თელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ეხლა ხორბალი, რომელიც მოიწიეს კახეთში მაგალითად, აი დღეს ფერმერებს სურთ, რომ ეს ხორბალი ჩააბარონ დაახლოებით 1 ლარად. მე მინდა ეს იცოდეთ, რომ ეს ასეა. აქედან გამომდინარე, ეხლა პურის ფასი, რომელზედაც მოხდა ფასის კორექტირება ერთ ასორტიმენტზე, ეს არის 500 გრამიანი პირველი ხარისხის ბატონის ტიპის პური, პირველი ხარისხის პური, რომელიც ღირდა ლარი და 20 თეთრი. მას წარმოებამ, ესე იგი, დაამატა 7 თეთრი. ფაქტიურად, როცა ამბობენ 10 თეთრი, აქედან 3 თეთრი არის მაღაზიის. ეს დისტრიბუციის ხარჯებია ეგ და მთელი რიგი მომენტებია, რომელიც ესე იგი ამ პურთან არის დაკავშირებული. ამ 7 თეთრზე ატყდა ეს ალიაკოთი, რომ აი პური გაძვირდა და სხვა ასორტიმენტებს ეს არ შეხებია. მე გუშინ შევედი ორნაბიტში და დავათვალიერე იქ ფასები. მე მაგალითად ვყიდულობ ლარ და 40-იან თბილისური პური, მრგვალი პურია, მას ფასი არ მომატებია. მე არ ვიცი ახლა რაც შეეხება დაჭრილ პურებს, დაჭრილი პურები და შეფუთული პურები, იქ საერთოდ მისი ფასი ისედაც იყო გაზდილი და ეხლა გაზდილი როგორ იყო ლარ ნახევარი, მე რამდენადაც ვიცი და მე არ ვიცი ახლა ამ პურებს მე ვიცი რომ სხვა პურს არ მომატებია ფასი. არა, მხოლოდ ხორბლის ფასებმა არა. ხო, მე გეტყვით, გიპასუხებთ. დღეს წარმოება ეს გააკეთა ორმა წარმოებამ, იფქლებმა. ეს არის ძალიან მე შემიძლია დაგპატიჟოთ ამ წარმოებებში, აი დაათვალიერო და ნახოთ, უმაღლესი დონის, ესე იგი, შესანიშნავად მოწყობილი წარმოებებია, მაგრამ მათ აქვს ჯერ ესეთი ძვირად ღირებული დანადგარები. მათი მოვლა პატრონობა, იქ უნდა მუშაობდეს კვალიფიციური მუშახელი ამ წარმოებებში. იქ ხელფასებზეა ლაპარაკი. საკმაოდ დაბალია პურის დარგში ანაზღაურება ადამიანების, ვინც ემსახურება პურის წყობას. ლაპარაკია ხელფასებზე, ლაპარაკი არის კიდევ დამაბალანსებელ გადასახადზე. მე პირდაპირ ვამბობ, ხა შეიძლება იყო ასეთი გადასახადი, თქვათ ჩვენ შეგვეძლო შეგვესყიდა ან ესე იგი ფქვილის შესარევად გვეყიდა და ესე იგი გაგვეუმჯობესებია ფქვილის ხარისხი მაღალი წებოგვარის ფქვილი. დღეს ამის საშუალება მეწარმეებს არ აქვს, იმიტომ რომ დამაბალანსებელი გადასახადის, რომელიც ერთ ტომარაზე ჯერ 10 ლარი დააწესეს, მერე 12 ლარი ნახევარი დააწესეს და დღეს არის 15 ლარი, ანუ ტონაზე 300 ლარი. საკმაოდ ძვირად ღირებულია. მიუხედავად ამისა, წარმოებები ცოტა-ცოტას მაინც ფქვილის შესარევად და გასაუმჯობესებლად ამას ყიდულობენ. დღეს ჩვენთან ძირითადად ჩვენ ვიღებთ ესე იგი წისქვილებიდან ფქვილს, ამ ფქვილის ღირებულება არის 59 და 60 ლარი, მე მინდა ეს იცოდეთ და მისი ხარისხი, რა თქმა უნდა, გვინდა რომ კიდევ უკეთესი იყოს, იმიტომ რომ ეს არის ყაზახური ხორბალი და ქართული ხორბლის კუპაჟი. მათ შორის ალბათ ცოტა რუსული ხორბლის კუპაჟიც არის მასში და აი ასეთი რაღაცებით აწარმოებენ ამ ფქვილს. იცით რა არის? კი, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ეხლა მე მითხრეს და სავსებით მე ვიცი ბევრმა მაღაზიამ თვითნებურად, ესე იგი
ეს გავრცელა ყველა ასორტიმენტზე და სხვა ასორტიმენტებზე და ესე იგი პური გაძვირდა. მე მქონდა ეს პრეცედენტი მაგალითად და მე უთხარი მაღაზიას, რომ რატო აკეთებ ამას, მაგრამ ну ეხლა მაღაზიები, ეხლა კერძო მაღაზიებია, კერძო ტიპის და ну ეხლა მე ხარჯები მაქვს, მე მაღაზიას ვამუშავებ, უბნის მაღაზიებია, მე არ ვამბობ, ესე იგი თუ ლაპარაკი არის ქსელურ მაღაზიებზე, იქ შედარებით ეს საკითხები მოწესრიგებულია და რაც შეეხება უბნის მაღაზიებს და პატარ-პატარა მაღაზიებს, ეხლა იმ მაღაზიებზე პასუხისმგებლობის აღებას მე ნამდვილად ვერ ავიღებ, იმიტომ რომ არის იქ ну თავისი მოსაზრებები აქვს და იქ უჩვენოდაც მაგალითად მანამდე ეს ამბავი მოხდებოდა მე მივიღე ინფორმაცია ეთქობა რაღაც გაჟონა ვიღაც დისტრიბუტორები ეს განყიდლები საუბრობენ და იმ მაღაზიებში კიდე უკვე მომატებული იყო თქვა 10 და 15 თეთრი არის ასეთი პრეცედენტებიც არის ამას ვერ გამოვრიცხავ მე საერთოდ ვთვლი რომ პურის სავაჭრო დათმობა ანუ უნდა იყოს მოწესრიგებული წინათ როგორ იყო იცით მეწარმეს ესე იგი რომ მიაწვდა მაღაზიას პურს მაღაზია იმ პურს 5%-ზე მეც ვერ მოუმატებდა ანუ ღირებულების 5% და თუ ის პური დაუძველდებოდა და სწორ პროგნოზს არ აკეთებდა იქაც მაღაზიის პასუხისმგებლობა იყო ეხლა ეს აღარ არის კერძოა მაღაზია მომიტან გავყიდი არ მომიტან არ გავყიდი დიახ არა არ მოუმატებენ ну მე რამდენადაც გათვითცნობიერებული ვარ მე მაგალითად აი გუშინ დამირეკა ახალ ციხიდან წარმოებელმა და მკითხა რომ ну რაიონებში სიწყნარეა და არავით არის მომატება და არავით არის არ მომხდარა და რა ფასებიც იყო იმ ფასებზე მუშაობენ ეხლა მე მინდა იცოდეთ რომ საერთოდ დღეს ყველა წარმოება არის კერძო ტიპის წარმოება და ქვეყანაში არსებობს კანონი პურის ლიბერალიზაციის შესახებ. მეწარმე თავისუფალია ფასებში და რა ფასებში ჩაეტევა იმ ფასს აწესებს, მაგრამ აქ არის ცოტა თვითშეგნებაც და არის პასუხისმგებლობა მაგალითად ჩვენ ასოციაციაში ეს პასუხისმგებლობა არსებობს და ჩვენ ყოველთვის ქონდა სწორება იმაზე რომ ქვეყანას როგორც ჭირდება და როგორც არის მისაღები მოსახლეობისთვის, აი ამას ყოველთვის ვითვალისწინებდით. ამიტომ აქ ახლა ამ 5 თეთრზე და 7 თეთრზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა მე მგონია ცოტა არამართებული იქნება. მესმის მტკივნეული პროცესია. მე გეტყვით, აი დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, როდესაც ღარიბაშვილი იყო ხელმძღვანელი, მაშინ იყო ასეთი რამ, გახსოვთ ალბათ, რომ სასურსათო პროდუქტებზე ფასები ძალიან ესე იგი მოუმატეს გზებზე, შაქარზე, მთელ რიგ პროდუქტებზე, მერე ცოტა მოუწოდეს, რომ კამრები მოეჭირათ და ესე იგი ეს ფასები დაარეგულირეს და მათ შორის პურზეც მე მინდა იცოდეთ, რომ პური 10 თეთრით მაშინ დაიკლო პურმა 10 თეთრით, თუმცა ეს დაკლებული ფასი მაღაზიებში კი არ გამოჩნდა. მაღაზიებმა არ ათქვეს, რომ პურის ფასმა დაიკლო და ისე იმ ფასად გააგრძელეს ამის გაყიდვა. ეხლა მე ძალიან დიდი ბოდიში შეიძლება ვიღაცას ეწყინოს მაღაზიის მეპატრონებს, მაგრამ ეს ასე მოხდა და ესეთი არის და ეს საკითხები სადაც მაღაზიასა და წარმოებას შორის ეს ურთიერთობები პურ პროდუქტების საკითხებში მე ვთვლი რომ დასარეგულირებელია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამას იყენებს სათავისოდ. ხილზე ფასი როგორც მახსოვს იყო ფასი არა ისეთ როგორ იყო 52 ლარზე იყო მაშინ საუბარი თუ ფასი თუ 52 ლარს არ აცდებოდა ფასი ჩვენ პურის ფასზე ცვალებადობა გამორიცხული იყო, იმიტომ ჩვენ კალკულაცია მაშინ დავიანგარიშეთ, ყველა ხარჯები რაც იყო საჭირო და აქედან გამომდინარე იყო და დღეს უკვე 59 და 60 ლარია ფქვილის ღირებულება. ამას დაარეგულირებს აი სწორედ ის დამაბალანსებელი გადასახადი, რომელიც არის დაწესებული. თუ მის მარჟას ცოტა დაწევენ
ესე იგი, საშუალება ექნება მეწარმეს აირჩიოს როგორც ფასში, ისე ხარისხში სხვა ფქვილი, რომელიც კონკურენციაში შევა ამ მოწოდებულ ფქვილთან და ეს პროცესი უფრო დარეგულირდება. ჩემთვის არსებობს, იმიტომ რომ საერთოდ პურის ხარისხზე უნდა ილაპარაკოს მცხოვრებელმა, ფქვილზე უნდა ილაპარაკოს დიასახლისმა, რომელიც ყიდულობს და მისგან ან ხაჭაპურს აწყობს, ან თქვათ ნამცხვარს აწყობს, მან უნდა თქვას, როგორი ფქვილია საერთოდ. ფქვილზე ლაპარაკობენ ფქვილის არაფქვილის მწარმოებლებს, დიდ პატივს ფქვილის მწარმოებლებს და როგორ არა არის შესანიშნავი ფქვილი, მაგრამ სტაბილურობა ქართულ ფქვილში ნაკლებად არის და რატო? ეხლა იცით რომ ნედლეულზეა ძირითადად. ნედლეული არის ქართული ხორბალი. ქართული ხორბალი წელს მოიწიეს 180,000. ამ 180,000-დან ნახევარი იყო საფურაჟე. ამიტომ ჯერ სუსტია. რატო? აქ არის სათესლებას, აქ არის მთელი რიგი მომენტები. ძალიან კარგია, რომ ციფრში იმატებს და ძალიან კარგია. მე მაგალითად ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ლექციებს ვკითხულობ ამ პურ პროდუქტების დარგით და იქ მქონდა ინფორმაცია მაგალითად ხაშურის რაიონში მოიწიეს ხორბალი, შესანიშნავი ამიკუსი, ეს ავსტრიული ხორბალი დათესეს და ტონაზე მოვიდა, ესე იგი ჰექტარზე მოვიდა 5-6 ტონა და შესანიშნავი ხარისხიც იყო. ესეთი არის, მაგრამ სტაბილურობა რაც შეეხება, სტაბილურობაზეა საუბარი. პურს ჭირდება სტაბილური ხარისხი. გამარჯობა. მე უნდა წავიდე და როგორ ხო? აი 2-3 წუთიდან. კი ბატონო, კი ბატონო. მე გეტყვით ახლა გუშინდელ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, რომ პური გაძვირდა იყო ასეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო ორმა საცხობმა 10 თეთრი ერთ ასორტიმენტზე მოუმატა ფასი და აქედან ამ 10 თეთრიდან 7 თეთრი არის მეწარმის და 3 თეთრი არის მაღაზიის. ერთ ასორტიმენტზე იყო საუბარი. და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია დომინოს პრინციპი, რამოდენიმე არის მაღაზიები, ვინც თვითნებურად მერე სხვა ასორტიმენტებზეც გაავრცელა ეს საკითხი. და მე მინდა იცოდეთ, რომ პურის ფასი სტაბილურად არ შეცვლილა, ეხლა შეგიძლიათ დარწმუნდეთ, აი ნებისმიერ ორი ნაბიჯი აქ არის ექვე მაღაზია და ნახოთ ეხლა პურის ფასები და პურის ფასები იწყება ლარიდან და არის 2 ლარამდე და 3 ლარიანიც არის და ეხლა თუ ანტრეში შებძანდებით, იქ საერთოდ 10 ლარიანი პურიც არის, მე ვიცი და არის უგლუტენო პური 12 ლარიანი კიდე და ასეთიც არის, მაგრამ მასიური მოხმარებისათვის პური, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ხმარობენ, არის მასში მრავალფეროვნება და მინდა ვიცოდეთ, რომ თუ შევადარებთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, ყველაზე დაბალი ფასი პურში საქართველოსია შედარებით და ხელმისაწვდომობა არის. მესმის მტკივნეული პროცესია, თითოეული კაპიკი სოციალური გარემოდან გამომდინარე, მაგრამ არის წარმოების აუცილებლობა ისეთი, რომელიც გადაუდებელია ისევ კარგი პური და ისევ გემრიელი პური ვაწარმოოთ. აი ახლა მაგალითად გეტყვით სიახლესო ლომზირების მიზეზიც რო გითხრათ, ანუ საუბარი იყო ერთ-ერთი ქვილი, მე გეტყვით, ქვილი ხელფასი აქ არის დანადგარების მოვლა პატრონობა, საერთოდ იქ პური არ გაძვირებულა, მაგრამ მან 10 თეთრი მიამატა ალბათ და ახლა არის ასეთი პროცესი, ეს დომინოს პრინციპი მუშაობს მაინც. ეს მინდა იცოდეთ. თუმცა მინდა იცოდეთ, რომ წარმოებისთვის არის 7 თეთრი, რომელიც მნიშვნელოვანია იმ წარმოებისთვის, იმიტომ რომ იქ არის მანქანა დანადგარები, ხელფასი, კიდევ ვიმეორებ და მთელი რიგი მომენტები, რომელიც აუცილებელია წარმოებისთვის. ხო, ემა მელოდება თუ ხიაშვილი და უნდა გაიცნო. ხო.
ბატონო მოხაზ იცით რა მეინტერესებს ორმა წარმოებელმა და რომელმა ეს არის იფქლები ორი ორივე იფქლი დიღომი და იფქლი გლდანი სხვათა შორის შესანიშნავი წარმოებებია დიახ ამეთქვა გააძვირეს მხოლოდ ხო დიახ გლდანი იცით რატო კითხეთ მე ზანეთ ბატონო ლევანსაც ვესაუბრე სილაგავას დიახ ბატონო ლევანმა მითხრა რომ ქვილიო არ არისო გაძვირებული ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდშიო არ არის გაძვირებული დღეს გაძღირდა 59 ლარი მაგრამ შარშანდელთან შედარებით 8 ლარია მაშინ შარშან რატო არ გაძვირდა ხო თქვენ რომ დაგესვათ კითხვა შარშანთან შედარებით მიიღებდით ცოტა მახსოვს მე 52 შარშან წინა 52 12 იყო დიახ მაგრამ მე რაღაც რას ვიკითხავ თუ შარშან გაძვირდა 8 ლარი თქო ეხლა რატო არის სახალხურის ფასზე ეხლა რატო გააძვირეს ადმეტი შარშანი რატო არ მოხდა არა იმიტომ რომ აქამდე გაუძელით იყო ხო და ეხლა დღეს ეხლა ხო მუშახელის ხელფასია იქ დანადგარებია მე ეხლა მომისმინეთ ჩვენ გვინდა ეხლა აი გვინდა ლომთაგორამ შემოგთავაზა შესანიშნავი რუხი ფქვილი დიახ ლომთაგორამ ფქვილის ღირებულება 1 კილოსი არის 2 ლარი და 50 თეთრი გვინდა ამის მიღება და ამისგან გამოვაცხოთ პური თქვათ ლარ ნახევრიანი მაგრამ თანხა თუ არა გაქვს ის ვერ მოგცემს ამ ფქვილს რა ვქნათ საიდან მოვიტანოთ თქვენ გონიათ რა არ დავსვით საკითხი სამინისტროში რომ უპროცენტო სესხი ან რაღაცა შეუწყეთ ხელი პურია ეხლა არ დაგემალავთ ეხლა ოპოზიციური არხი თუ გავიდა იმასაც ვიტყვი არის მთელი რიგი მომენტი ბატონო არაფერს არ მომალა არა უპროცენტო სესხი გვინდა თქო ჩვენს წარმოებებს არ მოგცეს ოპოზიციური არხი გამოდედა ასია კაცმა ჭირი მალაო და ჭირმა თავიანთი ვერ დამალავ ეხლა ერთ სულიაკ რამე გაიგონდა ესეა დიახ ხო ნუ აი მე მინდოდა უბრალოდ მეკითხო რადგან შარშან სიტყვაზე მოპეს ხო არ არის მე როგორც ვიცი დავყობი არ რამდენიმე თვეა სტაბილურად ეს 60 ლარის პარკლებში დიახ მაგრამ რუსული ფქვილი რომელსაც ჩვენ ხმარობდით შესარევად გახდა 75 და 80 ლარი ავტომატურად აქედან 15 ლარი მიდის საქართველოს ბიუჯეტში